რატომ ამბობენ ფსიქოთერაპევტები ხშირად ვარს ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანებთან მუშაობაზე? ნარცისული პიროვნების აშლილობა დაკავშირებულია პიროვნების მოსაზღვრე ორგანიზაციასთან. ფსიქიკის მეორადი დაცვითი მექანიზმია, როდესაც ინგრევა საკუთარი და სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების ხატი და ადამიანი აშენებს ეგრეთ წოდებულ პათოლოგიურ გრანდიოზულ მესს, რათა დაიცვას თავის შინაგანი დანაწევრებულობის შეგრძნებისგან. ის თითქოს აგროვებს საკუთარ თავში ყველაფერს საუკეთესოს, საკუთარ იდეალურ თვისებებს, სხვა ადამიანის თვისებებს, რომლებიც მას მოსწონს და თითქოს თავად ფლობს მათ. საკუთარ ოცნებებსა და მიზნებს, ოღონდ თითქოს ისინი უკვე მიღწეულია. ამავდროულად ის იწყებს ფიქრს: მე იდეალური ვარ, არავინ მჭირდება, დანარჩენი ადამიანები არაფრის მაქნისები არიან. შინაგანად იქნება სამყარო, სადაც ის ყოვლის შემცვლა და თვითკმარია, ხოლო გარშემო მყოფი ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად. ისინი, ვინც კიდევ შეიძლება აღაფრთოვანოს, რათა შეიცვალოს შემდეგ მათი ღირსებები, და ისინი, ვინც აღიქმებიან როგორც მტრები, რომლებიც უნდა დაამარცხოს. ერთი შეხედვით ესეთი ადამიანები წარმატებულებად, თავდაჯერებულებად, ქარიზმატულებად გამოიყურებიან. იწვევენ აღფრთოვანებასაც ძალიან ხშირად, მაგრამ გარეგნული ბრწყინვალების მიღმა იმალება აღფრთოვანების მუდმივი საჭიროება, პარადოქსულობა ურთიერთობებში, უნარობა გულწრფელად უყვარდეს სხვა, შიში, შინაგანი სიცარიელის შეგრძნება, რომელსაც ისინი საკუთარ თავისგან ესემალავენ. და რატომ არის თერაპია ესეთი რთული და ხანდახან რატომ არ მოაქვს შედეგი? თერაპიაში ადამიანის გრანდიოზული მე ცენტრალური პრობლემა ხდება. ის ცდილობს აჩვენოს საკუთარი უპირატესობა ფსიქოთერაპევტზე და შეინარჩუნოს ეს უპირატესობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევს ფსიქოთერაპევტის საჭიროების აღიარება, რაც მისთვის ნიშნავს საკუთარი თავის დამცირებას და გაუფასურებას. თერაპიის პროცესში მიმდინარეობს ხანგრძლივი ბრძოლა იმისთვის, თუ ვინ იქნება მაღლა, ვინ დაბლა. ადამიანები ნარცისული პიროვნების აშლილობით ფსიქოთერაპევტზე ახდენენ ძლიერ ზემოქმედებას, იყენებენ მანიპულაციის ტექნიკებს, დაწყებული გაუფასურებით, დამთავრებული იდეალიზაციით მოხიბლით. ამიტომ ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომელიც მოითხოვს დიდ მოთმინებას და გამოცდილებას, ასევე ადამიანის ჭეშმარიტ სურვილს ცვლილებებისადმი. თუ ხერხდება ამ დაძაბულობის შემცირება, შესაძლებელია დავინახოთ ღრმა პრობლემა, შინაგანი განხეთქილებები კარგ და ცუდ ადამიანთა ხატებს შორის, რომელთა გამოც საერთოდ წარმოიშვა ეს ნარცისული დაცვა. ეს შეიძლება ჩაითვალოს ფსიქოთერაპიის დასაწყისად, ათვლის წერტილად, თუმცა ამ წერტილამდე მისვლას ხანდახან წლები სჭირდება.